როცა ლაპარაკი დაიწყო გაიაფებაზე, გასაგები იყო წინასწარ რომ გაძვირდებოდა. იმიტომ იყო გასაგები რომ როცა ესენი მიადგნენ ბიზნესს და ეუბნებიან რომ ამდენი და ამდენი წილი უნდა მოგვიტანო, ხო? ის ბიზნესი რა თქმა უნდა ფასს იმ წილს ისე კი არ მიუტანს რომ თავის ფულს კი არ მიიტანს, ფასს დაამატებს. და ეგრეც მოხდა. ყობახიძე გამოდის და იძახის რომ საფრანგეთში უფრო იაფია ფასები და მე გამოდის და იძახის რომ საფრანგეთში უფრო ძვირია ფასები, ხო? ეს ხო იმის დემონსტრირებას ახდენს, აი ამადგან როგორ არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი. ესენი რომ გამოდიან რაღაც ან სტატისტიკაზე რო ლაპარაკობენ, გინდა ფასებზე, გინდა რაღაცა პრობლემას რო აგვარებენ. ხო ყველაფერის მაგის დემონსტრირებაა ეს ერთი ვიდეო. რამდენად ამათ სიტყვას ფასი არ აქვს. ესენი სინამდვილეში რაღაცებს არ ახუნებენ, რაღაც სიტყვებს, რომელიც მოსახლეობამ უნდა დააბნიოს, ანუ გამოდის ადამიანი და იძახის რომ ჩვენ გამოვიკვლიეთ, ეხლა რა ქნას მოსახლეობა უნდა ყველამ გამოიკვლიოს, კვლევა ჩაატაროს, თუ როგორ უნდა გადაამოწმოს, ხო? ხელოვნურად არის გაზრდილი ფასები. ეს თემა გაქრა, ანუ ეს თემა სად გაქრა? რამე გაკეთდა ამ კუთხით, ფასები გაიზარდა. თუ რამე გაკეთდა ამ კუთხით, მაშინ ფასები რანაირად გაიზარდა.